და მოსამართლემ 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის განაჩენი გამოაცხადა. ვანო მერაბიშვილს 4 წელი და 6 თვე საშიელი მიესაჯა. მესამე ნაწილის გექვეპუნქტი წარდგენ უბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის გექვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სამხედრო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მასვე 1 წლისა და 6 თვის ვადი ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს 1 მოოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე 1 წლის 1 თვისა და 15 დღის ვადი ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება. ივანე მერაბიშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათლა დაიწყო აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინების მიღების დღიდან 2013 წლის 30